მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები მსმენელებს, მაყურებლებს. ჩვენი სამინისტრო ფუნქციურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამინისტროა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე მსხვილი მიმართულება არის სამინისტროს ქვეშ გაერთიანებული, შესაბამისად პროექტების რაოდენობა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, არის ასევე რიცხობრივად საკმაოდ დიდი. დაწყებული ავტომაგისტრალის მშენებლობიდან დამთავრებული ყველაზე მცირე პროექტებით, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება, ჯამში წლის განმავლობაში სამინისტროს სისტემის შიგნით 250-მდე პროექტი ხორციელდება. გამომდინარე იმ გადაწყვეტილებიდან, რომ სამინისტროს რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს, მოაზრებული არის ესეთი რამ სამინისტროს ინფრასტრუქტურული კომპონენტის გადატანა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც საერთო სახელმწიფოებრივ პროექტებს და პროგრამებს ახორციელებს და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ის იმუშავებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა ჩვენი სამინისტროს ქვეშ არის რეგიონებთან მათ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც ჭირდება მეტი მიხედვა ჩვენი აზრით და ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის რეფორმაა ჩასატარებელი. ეს საკითხი 2014 წლამდე უნდა განხორციელდეს, ვიდრე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა კიდევ 4 წელი დავკარგოთ, არადა 8 წელი ისედაც დაკარგული გვაქვს, იმიტომ რომ ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის რეფორმა ამ ხნის განმავლობაში ვერ მომზადდა და ვერ განხორციელდა. ჩვენი ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი მიმართულებით არის დაყოფილი. ერთი ეს არის უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომელთან დაკავშირებითაც შესყიდვების წესები და პროცედურები უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ხოლო მეორე ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები, რომლებიც მათი რეგულაციების მიხედვით ტარდება და ხორციელდება. როდესაც კანონმდებლობიდან გამომდინარე ესეთი რამ ხდება, ანუ კომპანიებს პირდაპირ ეძლევათ უფლება ტენდერის გვერდისავლით რაღაცა ტიპის სამუშაოების შესრულებისა, ეს იმასთან რომ ეს უნდა იყოს გადაუდებელი აუცილებლობა. თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობაა, მაშინ სამუშაოები სწრაფად უნდა დაიწყოს და სწრაფად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული აქვს კომპანიებს დაახლოებით 1 წლიანი დიაპაზონი, ანუ მათ ეს სამუშაოები მომდევნო წლის შემოდგომამდე უნდა დაასრულონ. და მეორე საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, არის ის, რომ დღეის მდგომარეობით შესრულებების სამუშაოსი არის ძალიან მცირე, 2-3%-ს არ აღემატება უმეტეს შემთხვევაში. 80 მილიონთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი სამინისტროს ქვემდებარე საკითხი, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხაზინის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაახლოებით 65 მილიონი ლარის სამუშაოები იყო შესრულებული, მათ შორის იყო დარიგებული კომპენსაციები. ამიტომ დღესაც კი ჩვენი სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტების და მუნიციპალიტეტებში შიგნით სოფლების დონეზე მუშაობენ, არიან როგორც სამინისტრო ცენტრალური აპარატიდან გაგზავნილი წარმომადგენლები სამსახურების მიხედვით, ასევე ადგილზე ისინი ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად იღებენ ამ ინფორმაციას, ათვალიერებენ სახლებს. ჩასული ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სამუშაოების მასშტაბს სწავლობს და აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ეს პროცესი ყოველდღიურად მუშა რეჟიმშია. პერიოდულად, რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი.